Koaliția medიის advokatირებისთვის მედია გარემოს გაუმჯობესებისთვის ახალი მოწვევის პარლამენტს რამდენიმე წინადადებით მიმართავს. წინადადებათა ჩამონათვალი სულ 7 ინიციატივას მოიცავს. მედიის ადვოკატირებისთვის უპირველესად საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არაგეგმიური შემოწმების საკითხს აყენებენ. მედია ექსპერტების ნაწილი ყველა მედია საშუალების დაფინანსების და მათი მფლობელის ვინაობის განსაჯაროებას საკანონმდებლო დონეზე ითხოვს. მედიის ადვოკატირებისთვის მასტკერისა და მასტოფერის პრინციპების მუდმივად დაკანონებასაც მოითხოვს. გარდა ამისა, წინადადებათა ჩამონათვალში მოხვდა სასამართლოს ხდომებზე ფოტო და ვიდეო გადაღების, ასევე აუდიო ჩანაწერის უფლების მინიჭების საკითხი. ორგანიზაციის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი პარლამენტი მათი მოთხოვნების განხილვას დროულად დაიწყებს. არის შეკითხვები, რომელზეც უნდა გაიცეს პასუხები. მაგალითად, რატო დაუგროვდა ტელეკომპანიებს ამდენი ვალი და მათ შორის იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე რატო გაითიშა თანამგზავრიდან ერთ-ერთი მისი არხი, პიკი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებთან და მის სწორ მენეჯმენტთან. და მათი შემოწმების ერთ-ერთი ლეგიტიმური და სწორი გზა არის საქართველოს პარლამენტმა დაასვას არაგეგმიური აუდიტის ჩატარების საკითხი და მოითხოვს არაგეგმიური აუდიტის ჩატარება და ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე, იმიტომ რომ არის შეკითხვები, რომლებზეც არ აქვს პასუხები და ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოირჩევა გამჭვირვალობით. თუ კი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება ერთხელ და სამუდამოდ საკანონმდებლო დონეზე მიღებული, რომ ყველა მედია საშუალების დაფინანსება, მისი მფლობელი და დაფინანსების წყაროს ფულის წარმომავლობის გამჭვირვალობა მანამდე მუდმივად გვექნება ჩემი აზრით ეს პროცესი. ეს რასაც ხედავთ, ხო, მედიაში რომ არ ვიცით რა ფული სად ვინ მოდის, ვინ მიდის, რა ფული მოაქვთ, რა ფული მეაქვთ, ეს ძალიან სერიოზული კითხვაა. სულ კითხვები ჩდება, რომ ამ წარმომადგენლის ხელისუფლების საიდან აქვს ფული, რომელსაც დევს მედიაში, ხელისუფლებამდე მშიერი დადიოდა და ხელისუფლებაში მოვიდა, მდიდარი გახდა და ასეთი შეკითხვები რო არ გაჩნდეს, ამისათვის საჭიროა, რომ ფინანსური გამჭვირვალეობის სხვა სტანდარტები დადგინდეს. სწორედ ეხლა ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის გარკვეული მომენტი, როდესაც ახალი შესაძლებლობებია და აი ამ საკითხების ერთობლივად მოგვარება ძალიან სერიოზულად წაადგება მედიის დამოუკიდებლობას, როგორც ფინანსურს, ასევე პოლიტიკური გავლენებისგან საქართველოში.